Ძირფახა მეგობრებო, ყოველდღიურ ალბათ ჩვენი განცემის სტუმარი ბატონი მამუკა ხაზარაძე. ბატონო მამუკა როგორ მოგმართოთ? ბატონო მამუკაციც შეიძლება, ხო? მივთვით ჩვენი გამაგრებელი სასმელი, ჩვენ ძალიან საინტერესო პირველად. ვის რეკლამას ვაკეთებთ? არა, ვის რეკლამას არ ვაკეთებთ ისე. ჩვენ თუ ყიდულობთ დებთ. ხო. კი ბატონო. მინდა მოგილოცოთ თქვენს პარტიას ერთი წელი შეუსრულდა. არა ჩაოლებრივი თარიღია ერთი წელი, მაგრამ ერთი მინუსი ის არის, რომ ყობახიზე გაუქმებთ უკვე ერთ წელიწადში, ხო ეგრეა? მასია, აი რა მახსენდება იცი რომ? ხო. ასეთი რუსული კინო. Я сам не знал, ხო, აი. ჩვენც წარეთ მოგვატყუეს ამბავში მოხდით გაყალბების ამბავში. ხო. როგორ აღნიშნეთ იუბილე? ძალიან შვიდად და საქმიანად შევაჯამეთ მთელი ეს განული წელი და მართლა ვარ ბედნიერი იმით რომ არაჩვეულებრივი ხალხი გავიცანი, არა მარტო ჩემი თანაგუნდელების სახით შევიძინე, არამედ იმ უამრავი ადამიანის სახით, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით გავიცანი, ხელი ჩამოვართვი და მართლა ბევრ რამეზე თვალი ამეხილა, მართლა უფრო მეტად ვიგრძენი ჩვენი ქვეყანა და მართლა უფრო კარგად დავინახე, თუ რამხელა პოტენციალი გვაქვს ერთი მხრივ, რამდენი უჯგობა გვჭირს და როგორ შეიძლება ამ ქვეყნის გამოყვანა ამ მდგომარეობიდან. კი ბატონო. ყველაფერი ერთად დაინახეთ აი ამ ერთ წელიწადში, ხო? საკმარისია სკოტაში. სამი თვე საკმარისია რომ დიაგნოზი დასვა. ანუ ისიც დაინახეთ ალბათ რომ აი ფუჭად რაში ვყრით დროს და ასე შემდეგ, ხო? ბევრი ესეთი ამ ჩვენ დროს ხარჯავთ ერთმანეთთან ქიშფში და ამ დროს სოფლიო ვითარდება ცალკე. ჩვენ კუნძული ვარ. რატაც აი ოღონდ ერთმანეთს რაღაცა მოუფიქრო და ამ დროს ადამიანები სხვა ქვეყანაში ერთიანდებიან და სხვებს ეჭიდებიან და ჩვენ ერთმანეთის ჭიდაობაში გაგვდის დრო და ჯიპში და იმედია გამოსწორდება ეს. ვითარდებიან თან. მაგრამ ეს იყო ამბავი რომ პირველად მიიღეთ მონაწილეობა როგორ პიროვნულად თქვენ ხო ბატონი ბადრის მიიღია ადრე მონაწილეობა. მაგარ გაუგებრობაში მოვხდი. ისე როგორ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა. ესეთი რაღაცა ვნახე რომ კინოშიც რო ვერ ნახავ. ხო, მაინდა-მაინც ამ დროს დაემთხვა ესეთი არჩევნები. სულ როგორია, რომ სხვის თავზე ხდება და შენ თავზე რო გამოცდი, მე სულ სხვა შეგრძნებებია, ხო? ფიქრი ამოვიდა ჭიხრაძე, მითხარ, რამდენ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიიღებული, მაგრამ ურნიდანო ჩემი ხმებიო, არასდროს არ მომიგიო. გადაყრილი იყო ესე იგი. გადაყრილი. ფიქრიას ხმები. სამგორის ერთ-ერთი პატარა მაგალითი. ხო, ანუ ჯერჯერობით ვერ იჯერებთ მაინც. არა, დავიჯერეთ და იმიტომ ვართ გარეთ, პარლამენტის გარეთ ვარ. ო, პარლამენტი. არ დაგვეჯერებინა, შიგნით ვიქნებოდით. კი. პოლიტიკური კურიოზი ხო არაფერი გაქვთ? კურიოზია ხა ერთპარტიული პარლამენტი რო გვაქვს და მუსიკასაც თვითონ უკვეთავენ. თვითონ დაშუკრავენ და ისეთი კმაყოფილი სახეებით არიან რომ თითქოს იგი. ხო, მთავრობა დაამტკიცეს გუშინ და ესეთი ბედნიერები იყვნენ სხვათა შორის ძალიან ისე გამოიყურებოდნენ. ხო, იცი რა, სულ მაინტერესებს აი პოლიტიკოსებზე რაზე უბრალდები ხოლმე, იცი? გამოდიან ხოლმე შეხვედრებიდან და იცით რა არის, ჩვენ ახლა განვიხილავთ სერბეთის მოდელს. ხო, აი სერბეთის მოდელს განვიხილავთ. არავინ არ ვიცით რა არის სერბეთის მოდელი რა. ნუ მოდელი ხო არის. ხო, რაღაცა მოდელი, ნუ ფრაზას ამბობთ რა. რაღაცის მოდელი. რაღაცა მოდელი. მანამდე იყო რომ იცი რა გერმანიის მოდელს განვიხილავთ საარჩევნო სისტემის და ეს თუ გავიტანეთ აუცილებლად ძალიან კარგი. ნუ რა თქმა უნდა ხალხიც ესე უყურებთ რომ რა გერმანული მოდელია. ახლა არის რომ სერბეთის მოდელზე ამ მოლა ფასილიტატორებთან სერბეთის მოდელზე მიდის ლაპარაკი და რაღაცა და ჩვენც ესე უსმენთ რომ აი სერბეთის მოდელი იქნებ კაია, მაგრამ არ ვიცით რა არის. ვიღაცამ თქვა რომ იქნებ პირდაპირ ეთერი გააკეთოთ და მოლაპარაკებებს კიდევ კაი რომ არ გაკეთოთ თორე. წარმოგიდგენთ ხე ისაუბარი რომ ესე კი, მაგას ვამბობ. რომ მოისმინოს ჩვენმა მოქალაქეებმა წარმოუდგენელია. ხო, არა, სერბეთის მოდელი რა არის რომ სერბეთის მოდელი არის მარტივად ახალი არჩევნების დანიშნა. ეს არის საბოლოო ჯამში. თან სერბეთში მთელი ოპოზიცია გარეთ არ არის, ნაწილი ოპოზიცია შიგნით არის. ამიტომ თვითონ ეს პრეცედენტი, რომ ნაწილი გარეთ არის და აპროტესტებს ამ არჩევნებს,
მიიღო იმ ადამიანებმა მიიღეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ მიუხედავად სერბეთში აღმოჩნდნენ და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის თვის გააკეთეს ესეთი არჩევანი და დანიშნეს ახალი არჩევნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა. და ჩვენ თავიდან რო თქვი, ერთმანეთს ვეჭიდავებით და რისთვის ვეჭიდავებით, ხო, ვიღაცას უნდა ძალაუფლება, ვიღაცას გონია რომ სკამები არის საჭირო, მაგრამ საოცრება არის რომ უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს. ხო. და დროს და ენერგიას ხარჯავთ აბსოლუტურად სხვა რაღაცაში. ამიტომ ეს თუ არ და რაც ყველაზე მთავარია, რაც ვნახე, კურიოზი რა არის ჩემთვის, ხო? კურიოზი არის რეალობაა ცხოვრების, აი ეს ტყუილი, ყველგან ტყუილი. და იცი როგორ სიტუაციაში აღმოჩნდი ბორჯომის ბიზნესში რო ვიყავი და ყველა ბორჯომს რო ასხამდა და ხო ვიფიქრე როგორ ნამდვილი და დავარქვით ნამდვილი ბორჯომი და ახლა ნამდვილი პოლიტიკა უნდა შევქმნათ ეხლა რომ ყველა მიხვდეს რომ აქ არის ტყუილი პოლიტიკა და აქ არის ნამდვილი პოლიტიკა აი ეს ახალი სტანდარტი გვინდა რომ დავამკვიდროთ ლელოელებმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა მაღაზიებში იდგა ბორჯომი მაგრამ საქართველოსთან ექსპორტი არ ახორციელდებოდა საიდან საერთოდ სოდა, ცოტა მარელი და ყალი ასხამდა ყველა ვისაც არ გაზი ცოტა. ნიუ-იორკშიც კი, სასამართლო მოვიგეთ სხვათა შორის. ჩვენი მეზობლები ასხამდნენ, ჩვენი მეზობელი, სამხრეთელი მეზობელი. სამხრეთელი მეზობლები შეულებრივად გողდათ გახსნილი. ბორჟომ იარეცა. და ვერ ნატურალია და ის კავკაზა. საავტოროზე ვერ კი, მაინც საავტოროზე რომ მაინც მოუგეთ მაინც სასამართლო ნიუ-იორკში. მოდი გადავიდეთ აი თქვენს გარშემო, ანუ ბიზნესზე ვისაუბროთ და ასე შემდეგ რა. ნუ რეალურად ახლა ამდენი წელია მე ახლა გადაცემა მიმყავს დაახლოებით 15 წელია ეს გადაცემა მიმყავს ხო და აი რაღაცა ისეთი რომ გავაკეთოთ ახლა მამუკა რამე აი ბიზნესი რომ მომაფიქრებინო აქ ახლა ой ხელი რომ წამიკრა რა აი დაგროლი არა გაქვს უკვე რეკლამებს აკეთებ არა ზოგადად ეს ისეთი ფრაზაა ახლა თქვენთან მიმართებაში ბევრჯერ შეიძლება ვიღაცას ეთქვა რომ მამუკა მოდი რამე ბიზნესი მომაფიქრებინო ახლა ხელი წამიკარი ან წილში ჩამიჯდები კი ბევრი იყო ძითა წარწმევით იყვნენ დაკავებულები ხო არა 90-იან წლებიდან ყველა გეუბნებოდა სახურავი არ გჭირდება ძმაო ამას ყველა ამბობდა სხვა ტექსტით ხო ზოგი პროკურატურიდან იყო ზოგი საგადასახადოდან ზოგი მხედრიოინიდან ზოგი ხო თეთრი გვარდიიდან და ზოგი ანუ კრიშაზე ეგრეთ წოდებ კრიშას რო ეძახიან ხო ეს გავიარეთ უბედურებები კონდათ ხო ეს რაღაც თავგადასავლები ბიზნესური თავი კი ბევრი თავგადასავალი სხვა შორის მახსენდება როგორ დავიწყეთ ჩვენ მაშინ ეს ისტორია მე მგონი ყველა მიცის 300-ზე მეტი ბანკი დარეგისტრირდა უბრალოდ რომ ჩაიკეტა საბჭოთა კავშირი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა ჩვენს დავარეგისტრირეთ ერთი მაღაზია ქონდა და ვიფიქრე იყოს ბანკი იმიტომ რომ $500 ეკვივალენტი რუსულ მონეტებში ჯდებოდა რეგისტრაცია და ხო ერთი ოთახი ვაქვს 11 კვადრატული და გარეთ გავარ რა ეხლა იმიტომ შინ თუ ვერ ვეტეოდით და რეგრეგობით წავჭავდით 11-ში დარაჯების ოთახი იყო ვიქირავდი და უცბად მოდის კეთი დოლიძე და მამუკა როგორ ახარ გამარჯობა კეთი როგორ ახარ ეხლა ედინბურგიდან მოფრინავთო ჩვენ და ჩვენი თეატრიო რა კინოსახედო თეატრიო და პირველი ადგილი მე ვთხარ ვიცი მეთქი წავიკითხე გილოცავ მეთქი და მე წავიკითხეო გაზეთში ვაჭ 3 გაზეთი გამოდიოდა სხვა ინტერნეტი არ იყო და მე წავიკითხეო რომ ბანკი გაგიხსნიაო და გავიმართე ეხლა წელს შეყვანა არ მინდა 11 კვადრატული ერთი მაგიდა დგას ხო და მოკეთე ხო მეჩქარებაო და პრიზი მოგცეს იქ და ესე ჯიბეში ჩაიყო ხელი და ესე ახლა ბღუჯა ფული ბღუჯა ხო ერთ-ერთ პოლიტიკოსს იმიკიდა ხო და ესე ჩამიდო ხელში და ესო მოკეთო თქვენ ბანკშიო შენ ბანკშიო შეგვინახეო ქუჩაში ჭავჭავადის 11-ზე ასე მიჭირო შევედი და იქ ვახო და პატა მელოდებიან მეოთხარი კლიენტი პირველი დეპოზიტარი ყავს მეთქი რა დახედეს შეუმხედეს ვერ იცნეს ვალუტა ქალები ახატიო ამ ფულს ესეთ ფული არ ვიცითო ჩვენ რა არის თუ ფუნტი სტერლინგი და დედოფალი ახატია დედოფალი დოლარს ცნობდით და ეს ახალი იყო და ესე გახდა კეთი ჩვენი პირველი დეპოზიტარი ანუ ესე ერთ-ერთი პირველი ეგ იყო კი ქუჩაში აი ეს სხვადასხვა ეს საქმე ხელის ჩამორთმების ამბავი რაც ახლა გვაკლია რა პირდაპირ ესე გვენდო ჩვენც ვენდეთ და ესე თქვათ მანდი ის არ უნდა და კაცო ქვითარს რომ ამოგიბეჭრავი და ეს მერე გაუგზავნეთ ყველაზე კაი ბიზნესი ხო იცი რომელია ხელსო ჩამოვართმევ თვალებში ჩახედავ და მერე
ესე თქვა რამოდენიმე ხნის მერე დოკუმენტს გააფორებ, ეს არის ბედნიერება საერთოდ და აი პოლიტიკაში უნდა დავამკვიდროთ ეს ხელის ჩამორთმების და სიტყვის ფასი. მაშინ ესე იგი ისიც ეკნებოდა აპარატურაც უბრალოდ ისეთი იქნებოდა ზუსტად. კი, ჩვენ ქონდა ძალიან მაგარი აპარატურა, ამ მაგიდის ხელა იყო ტელექსი ერქვა. აი მაშინ რევოლუციურ კინოებში ნანახი ექნება ეს რაღაც ლენტა რომ მოდის. მორძეს ამბავი. ხო, დაახლოებით ეს და ინგლისურად იბეჭდებოდა და მარტო ბადრი მიცოდა გამის კითხვა ჯაფარიძე. ხო, ამ ხელა იმის. და ხმაურიანი იყო და ეცო მთელი დღე ველოდებოდით და დღეში ერთხელ დაიწყებდა ხმაურს და ესე იგი უცხოეთიდან ვიღაცა რაღაცას გიგზავნა და ყველა ბადრი სადა ხარ ბადრი და გავა ბადრი მივიდა და ავკითხე რა ხდება და ესე 5 კაცი ჭირა ესე იგი ამას კაჩავდა და ბადრი ეთქოლოდა რა მოვიდა უცხოეთიდან ტელეგრამა მოვიდგენია რა პირველი ბანკომატი თქვენი იყო ხო კი პირველი ბანკო რო დავაყენეთ ეხლა ვისთან უნდა წაიტრაბა ხო და ოჯახის წევრები წავიყვანე შვილები წავიყვანე და ეხლა უნდა ვაჩვენო რომ პირველ და ბანკო დგას რაღაცა მანქანა და რაღაცას კარტ ესე თქვა ბარაც შეყობა და ფულს გაძლევს ხო და პატარები იყვნენ ჩემები ანა და ნიკა და უყურეს განსუფრებულები უყურებენ ეხლა ამ პროცედურას რა და მე რაღაც პერიოდის მერე მოხდი ესო როგორ არის ეხლა ვიფიქრე ხა როგორ აუხსნა ეხლა ბანკი ბავშვებს ეხლა ეს მთელი ამბავი მეც კარგად ვერ ვერკვეოდი მე რამეში და პირველი ბანკი ვთქვი ვახოზის მეთქი ხო და მე მოხდი უცხოეთში მოხდით და ბარეში ვიყავით და აეროპორტში ვიყავით შევყავი ბარათი და არ მაძლევს ფულს და ბავშვები გვერდზე მიდგანა და მამა ვახო არ არის რა ვერ ჩამოგვისტრო მამა დაორჩი დუფულოთ არა მართლა ვიღაცებს გონია დღემდე რომ ვიღაცა ზის იქიდა და ფულს გაწვდა ხო რა პატა შორის ეს მენტალიტეტი კიდე დაგვრჩა კი მაგრამ ბატონმა ბადრი რო იყო ჩვენთან გადაცემაში თუ უბრალოდ მოგვიყვა პირველი მარკეტი სუპერმარკეტი ერქვა მაშინ ანუ ვიცოდი სუპერ ბაბილონი ესე მაგრამ მანამდე გავხსენით ჰეინეკენის ბარი ჩვენ ვიყავით ექსკლუზიური შემომტანები ჰეინეკენის კავკასიაში და 93 წელია დასაწყისი 93 და ეხლა ვიფიქრე რომ რაღაცა კლუბურ ამბავს გავაკეთებთ მეთქი და დაობეჭდეთ ესეთი ბარათები 200 კაცზე და ეს 200 კაცი იყო ჩვენი სამეგობრო საძმაკაცო მერე ძმაკაცი უბნელი და ასე შემდეგ და მოკლედ დავარიგეთ და უთხარით რომ ერთი კვირის განმავლობაში მობრძანდით და თქვენი აზრი გითხარით. დღეს რო ქვია უფასოდ, დღეს რო ქვია ფოკუს ჯგუფი. მაშინ არ ვიცოდი, ეს სიტყვა არ ვიცოდი და მობრძანდით, სოსისი, გერმანული სოსისი კარგად არის, მოხარშული თუ არა, მდოგვი, იჯონის დოგვი კარგია თუ არა, ლუდი ცივია თუ არა და 10 დღეში დავუკეთეთ, გავკვატოთ, ესე იგი პირველი მარცხი ესე იგი ნახეთ რაღაცა დეგუსტაცია პირველი დეგუსტაცია ფოკუს დეგუსტაცია დავარქვა და 93 წელს დეგუსტაცია რა ვიცი და სხვათა შორის ჰეინეკენის სათაობი ყველაფერს ჭამდით სხვათა შორის ჰეინეკენის სათაობისმა დაგვირეკა ჰეინეკენის სათაობისმა და ერთ კვირაში რას ჭამდა რასო გაგიზნე ესე ერთ კვირაში ამდენ ლუდი ამსტერდამში არ ილებოდა მე რა გჭირთო და ესე არა ხო არა კაი დრო იყო და კარგად მახსოვს ხო არა კი სახალისოა ძამ ერთი ესეთი ამბავი გავიგე ნუ თქვენ მეგობრობთ ახლა ტრიოსიმი ხო ძალიან ცნობილი ტრიოა საქართველოში და ნუ ძალიან ახლო მეგობრები ხარ კი ბავშვობიდან მოდივართ ერთად ხო და ნუ არ არსებობს ახლა მაგათთან დაკავშირებით რაიმე სახალისო ამბები არ კი ძალიან საინტერესო ახლა სამწუხაროდ ჩემი რეზიკო გელაშვილი აღარ არის ცოცხალი მაგრამ აი რეზიკოსთან ბოკვერასთან და ზურასთან არაჩვეულებრივი ისტორიები მაქვს ერთ-ერთი იყო მოდივართ ქობულეთიდან და იქ რაღაცა ღონისძიება იყო ცოტა შეზაფროშებულები ვარ და დიდი მანქანა მყავდა მაშინ 7 კაცი ვეტეოდით და გიტარა მანქანაში და ქუთაისს რო უახლოვდებით ვიფიქრე ხო არ გავჩერდეთ მეთქი რა რეზიკოს ვეუბნები და დაურეკავ ახლა მეთქი ბანკის მართლს და კარგად გილს გვეტყვის მეთქი და ერთი კაი ბიჭია ჩვენი არაჩვეულებრივი კაცი ზურა ჭარბაძე და ურეკავ და ზურა როგორ ახარ მეთქი რა და ქუთაისში არის ესეთი რაღაცა ცეცხლი გვიკიდია გულშიო რა ესე იგი აგნეტუში წელები გვჭირდება და ხო ქუთაისი ხო საოცარი ხალხის და საოცარი ქალაქი და ფენომენია და ცეცხლი გვიკიდიაო მე ვთხარი მოიცა და ჩავრთე იმაზე ესე თქვათ
ხმოვან იმაზე და მოუტრიალდი და აბა ბიჭო რერო ქუთაისი გადამაწვარა და უმღერით ხარ მართლა ვიწვით მართლა თუ ბანკი იწვის შენობა თავის ყველაფერია მართლა ვიწვით მართლა რას ქვია მეოთხე იწვით დავიფერფლე აი ეს ხანძარი ვერდე რესტორანი იყო წვადებს წვადრი და ცეცხლი გადმოვიდა და დაწვეს ბანკი ეს ზიანა დაიწვა მაგრამ ქუთაისში кейფები ანუ აი ქუთაისში მაგარი ისტორიები მაქვს მოსაგონად და მოუყვეთ გვაქვს ხო დრო და მოკლედ ის არა ვართ თოქშო ამა დროზე მოყევით და რაღაცა მოკლედ მოვდივართ თბილისიდან ქუთაისისკენ და აი ისევ მანქანაში ისევ შემადგენლობა სულ ეს დავდიოდით რა ხანაკეთა და მოკლედ მერაბი ადეიშვილი ჩემი მეგობარი უცბად დაიწყო საუბარი რომ რა კარგი იყო ძველი მთაწმინდაო რა ფუნიკული ორიო ახვიდოდიო შამპანიორიო ეკო მწვანევითო გას გამოიყვანდიო ფეხზეო ესე თქო ბაზაშიო ხილიდო რაღაცა მარწყვიანი ნაყინიო და ეს ჩაიხვია და ნაყინი მარწყვით და ვისაც მივყევარ ჩვენ მეგობარს ლევანი გვეუბნება რომ აგერო ეხა დელიკატესი გაიხსნა ქუთაისში შევდივართ ქუთაისში და იქ ექნებათო მარწყვიანი ნაყინიო რა დილის 11 საათია ხო და გავაჩერეთ მანქანა გადმოვიდა მერაბი ცოტა ესენი ჭრელი პიჯაკი აცვია რა ხო და იქიდან მიმტანი გვეგებება და ამან თქვა რომ ნაყინი და მარწყვი გააქვთ ქუთაისში ხო და ის დაიბნა რა და ამ მარჯვნივ გავიხედეთ და 40 კაციანი სუფრა ეხზე დგანან ჭიქა უჭირა და ხო ეცეთ ანეკდოტი რო ვინა აი ხო ხო და მე ხმა დავიბოხე და შამპანიურიც გამოაყოლე ბიჭო რამე არ შეგეშალოთ თქვენ იქ როგორი პაუზა იქნება მე რა გადააგდეს პიჯაკი აჭაკი არმისული მოწამეთასთან იქ არის არაჩვეულებრივი ასევე ძალიან მაგარი რესტორანი და მე ვიღაცამ თქვა რომ კიდე უფრო მაგარი არისო იქო სორმონიო ხო ვიცი სორმონიო ხო და ავდივართ ულამაზეს ქუჩაზე ქვაფენილიან ქუჩაზე ასე ორსართულიანი ქუთაისური ლამაზი სახლები არქიტექტურა დავინახეთ რომ ერთი ძალიან დიდი კაცია და ახლა ვიცით 200 კილოზე მეტი თეთრი ფითქინა თეთრი კაცი ესე ტალავერიანი თმებით ესეთი მაისურით, ესე ამოჭრილი მაისურით, ბოდიში მაყურებელთან და ესეთ ფოხანით. ხო. პუტკუნა კაცი პატარა სკამზე ზის. ხო. და აი ეს მოღრეცილი სახე და ნაყინს ქუთაისურად თქვა ტლიკავს. და გვერდზე უდგას მეუღლე, ასევე ამხელა სარაფანა აცვია. მეორე სართულიდან წვრილი შლანგია გამოყვანილი, წყლის და ურწყავს წყლი. გრილად იყოს, რა გრილად იყოს. და ეხა ეს სურათი რო დავინახე რა. ნუ ეხა მე გეოვნები ეხა აი რეჟისორობა მომინდა. არა ეს როგორი სურათი იყო და გააჩერე მეთქი რა მეგობარს ეუბნები მე ვინც ატარებდა მანქანასო კითხოთ მისამართი კითხოთ მე მართლა არ ვიცოდით მაგრამ ეხა იმდენად მოგვინდა რომ გამოლაპარაკება და გავაჩერეთ და სორბონას არ არის მეთქი რა სორბონა როდესაც ატლიკა რა სორბონა ბიძია პარიზიაო და შერაძეზე ჩოუხია მეცი რა უნდა კითხვა ეხლა მაგალითად ბანკში მუშაობის დროს ბევრი ესეთი განაცხადი ყოფილა სესხთან დაკავშირებით ხო ანუ რაღაცა უცნაური ხო არ კი ბევრი მოკლედ სწრაფი სესხების ფილიალი გაიხსნა და ამოცანა არის რომ 20 წუთში უნდა იქნას გაცემული სესხი და მოვიდა ერთ-ერთი ახალგაზრდა ადამიანი ესე 40-45 წლის და დახვდა ჩვენი ბანკირი და ავსებს განაცხადს ხო და გვარი, სახელი, დაბადების წელი, მისამართი და ვერ იქწერია სქესი და ინგლისურ ქართულია. სქესი, სექს უწერია გვერდზე რა. და ამან ჩაწერა კვირაში 4 ჯერ. გააგზელა შევსება რა. რატო? ხო და ეხა ეს აიღო ეხა ეს ფურცელი და მიაწოდა ამ გოგონას. ამას არ ჩაუხედავს ამ გოგონას არ ჩაუხედავს და ბატონო ხო იცით როგორ არის ეხა ამას ჩვენ კომპიუტერში ჩაუშვებთო და თქვენ გულწრფელ პასუხებზე არისო დამოკიდებულიო ესე ვთქვათ სესხს მიიღებს თუ არა და
ესე გამოვართვა უკან, გადაშალა და კვირაში ერთხელ. გულწრფელი იყო იმ მომენტში. სესხი აიღო 1000 ლარი. არ მოგვატყუა ესე იგი, პატიოსანი კაცო. კი. მამუკა, რა უნდა კითხვა, იცი მოგზაურობა გიყვარს ძალიან. კი, მე არ მიყვარს აი ესეთი გალამაზებული და ესე წამოწაკი და მზეს უყურე რა ესე თქვათ. აღალი კლასის სასტუმროები და მე მიყვარს თავგადასავალი, სადაც არის ესეთი მოგზაურობა და ბევრ თავგადასავალში ვარ მოხვედრილი. მე ვიცი რომ სამხრეთ პოლუსზე ხარ ნამყოფი. კი, სამხრეთ პოლუსზე ვარ და იქ აი რატო გადაწყვიტე რომ სამხრეთ იქ ჩემმა პარტნიორმა დამპატიჟა ძალიან ცნობილმა ბიზნესმენმა შვედმა მე და ბადრი მიგვიწვია სამხრეთ პოლუსზე ძალიან დიდ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად და იცი რომ იქ არის 3 თვე ზაფხული არის იქ დეკემბერი იანვარი თებერვალი მაგრამ ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო ის რომ და რამდენი გრადუსია მაგ დროს იქ არის -25-დან 35-მდე ზაფხულში ცხელა ფაქტიურად ხო და მერე ზამთარში არის -70-80 ხო წარმოგიდგენთ და მოკლედ რო ჩავედით ამ ბოლო წერტილზე ამ სამხრეთ პოლუსზე რო ჩავედით იქ უზარმაზარი ამერიკული ბაზაა და ბაზა რომელსაც შეუძლია 250 ადამიანის ერთდროულად ესე თქვათ დატევა მთელი წლის განმავლობაში ხო წარმოიდგინე რომ გარეთ 80 გრადუსია და შიგნით არის სათფური, სპორტული მოედანი, ბიბლიოთეკა და ამას რო ვათვალიერებთ მანამდე ვამბობდით რომ აი ჩვენ პირველი ქართველები ვართ მანამდე ყოველ შემთხვევაში არ ვიცოდი შეიძლება ვიღაცა ნამყოფია მაგრამ ნუ ვერ მოვიძინე პირველი ქართველები ვართ დროშა გვაქვს წაღებული საქართველოს დროშა დავარჭეთ სურათები გადავიღეთ რაღაცა და მოკლედ დიდ ამბავში ვართ მე და ბადრი რომ პირველი ქართველები ჩავედით სამხრეთ პოლუსზე და ეს ამერიკელი ხალი რომელიც გვათვალიერებინებს ამ შიდა ბაზას და შეგვიყვანა ბიბლიოთეკაში და თქვა რომ აქო თითქმის ყველა ეროვნების და ყველა ენის წიგნი გვაქვს ხო? და ბადრი გაეხუმრა რომ ალბათ ქართული არ გექნება თუ არა რას ამბობ ქართული გვაქვს ძალიან ბევრიო რა. ხო და ეხა ვიფიქრეთ ნუ ჯორჯია შტატში რო ერევათ ეს რა ვიგებ ახლა ქართული ხო და ნუ არ მივაქციეთ ყურადღება და ჩვენ გამოვედით მეორე ჯგუფი შევიდა ჩვენ უკვე პატარა თვითონაში ჩავჯექით იმიტომ რომ უნდა დაუბრუნებულიყავით ბაზაზე და მოარბიან რუსები იყვნენ კიდე რამოდენიმე რუსი იყო და თქვა რომ იცითო ვინ არის აქო ხელმძღვანელიო ამის ყველაფრისო და ვიმეთქი და ქართველი ყოფილაო ქართველი თურმე ამ ბაზის დირექტორი და ხელმძღვანელი და მთავარი მეცნიერი არის ვლადიმერ პაპიტაშვილი ქართველი ეხლა ჩვენ რას ვიზამდი ოთხარი რა თქმა უნდა მეთქი აბა რუსი ხო არ იქნება ხო არა ხან ეს აქტოვანებულია რომ რატო მარტო დირექტორი და მეცნიერი კი არა ამის აღმოჩენის გამო ჩაუდიათ ამდენი მილიარდიო იმიტომ რომ მან მეთოდი გამოიგონა მყინულზე ესე თქვა ინფორმაციის საკითხვის და მოკლედ გენიოსი ადამიანია და აი ესეთი ბრილიანტი ადამიანები ყავს ქართველებს თელისოფლიოს ესე თქვა ტერიტორიაზე მიმობნეული და აი როცა ამ ტვინებს შევკრიბავთ და საქართველოში შეიძლება ყველა ვერ დაუბრუნოთ მაგრამ აი საქართველოს გავხდით მათთვის მიზნულობის ცენტრად როგორც მათ სამშობლოს ხო მე გეუბნებით ამაზე მაგარი ქვეყანა არის არსებობს რა თქმა უნდა ხა ძალიან ბევრი წნიჭერი ადამიანი უამრავი ქვეყანაში მეც ვიცნობ ეს ახლა ექიმებმაც ხო დაგვიდასწორეთ რამდენი ექიმი ყოლია საოცარი კი აქაც და იქაც სხვათა შორის ერთი საინტერესო თემა მოვიტოვე ბოლოსკენ გიყვარს ძალიან ცხენები ბევრი ცხენი გყავს ძალიან ისე ბევრი არა მაგრამ რამდენიმე აი ამ თემასთან დაკავშირებით მაინტერესებს ანუ როგორ არჩევთ ყიდვას ანუ როგორ იგებთ რომ აი მაგალითად კარგია რა ნუ მოკლედ პირველი ცხენი იყო ჩემი პირველი ცხენი იყო ახალთექური ულამაზესი ცხენი და მოკლედ ესეთი ცუდი თვისება მაქვს რომ ყველაფერს ვცდილობ ჩემით ვისწავლო და მე სანამ კისერს არ წავიტეხავ არ მივდივარ არც ტრენერთან არც მუსიკის მასწავლებელთან არც არ ვიცი ესევე არ მივედი რა ესე თქვათ ჩემით დავიწყე და ჯირითი და ყოველ 1 საათის ბოლოს ძირს ვეგდე რა ნუ ესე ძალიან ესეთი გადმომაგდებ და თან იქ მითხრესო თუ გადმოგაგდეს ცხენი თუ გადმოგაგდებს აუცილებლად უნდა დაждდე თუ არ დაჯექ იმ წუთშივე მეორე ვეღარას ვეღარ დაждდები იმიტომ რომ უკვე ცხენი გძნობს რომ დაგჩაგრა და აღარ შეგისვამს და ეს მახსოვდა რომ დაენარცხები უნდა ადგენა და მოკლედ ვიყავი ამ ესე პორტყიალში განსაკუთრებით მაგდებ და აი რო გამომყავდა თავლიდან ერთი ტყლაპო იყო ეს უნდა ესე თქოს და მოკლედ იქ ან გაჩერდებოდა და გადაივლიდა და ან გადმომაგდებდა ხოლმე რა
აი მეგობარი ყავს იქა და მეთქა რომ მამუკო რა სწავლობო რა ეს მარტო შენი ბრალი კი არა ცხენიო ხა 90-იან წლებში დაკეტილი ყავდათო დიდი ხანია და ცოტა ფსიქიკა არა აქვსო რა და იქნება მოიშორო და მოკლედ ეს ცხენი გავყიდე გაყიდე მოიშორო და ვიყიდე ახალი ცხენი ვიყიდე სხვა შორის ლადისლავ არძინბას ნაკონი ცხენი ვიყიდე რომლის ბაბუა ამ ცხენის ბაბუა იყო ოლიმპიური ჩემპიონი მოსკოვის ოლიმპიადის და მოკლედ ძალიან ჯიშიანი ინგლისური ჯიშის ცხენი და კარგათა ვარ უკვე რა ის კარგი გაწვრთნილი ცხენია და გასული ვარ წრეზე და ვისაც მივყიდე ეს ცხენი ახლა სახელს და გვარს არ დავასახელებ ესე მითხესო სერიოზული ბიზნესმენი ყიდულობსო და არ დავინტერესებული ვარ ახლა ვინ იყო და მოკლედ ამ წრეზე რომ არა გავხედე ამ იმას რა ქვია ეს ცხენი ხო ვიცანი მაგრამ ხედარი ზის ზემოდან აი თუ სამე ბანტი და სამე თეთრი და სამე ესე იგი ოც გამოწკეპილი ბანციკა იმაში გამოწკეპილი ესე მოდის ბანციკა აი ესე მოდის მოდიან ყლაპოსკე ყლაპოს უახლოვდება ფიქრობ ეხა აქედან გავაჭენო ხმა მივაწვდინო რომ ძმა არ გამოხვიდე ძმავა რაღაცა ვერ ვასწრებ შორს არის რა მივიდა თუ არა არც დაფიქრებულა ეს ხო ჩამოაგდო ამ ყლაპოში დახედა ესე მოტრიალ და წავიდა თავლით ეხა მე რა უნდა მეკრა მოვატრიალებ თქვენი და ვიქო არაფერი იმას დამახსოვრებული ქონდა ყლაპოს და უნდა ჩამოაგდო იქ ჩაუტა არ უნდა იყიდეს იქ ჩაუტა ნიშნულოვანია არანაირ ნიშნულოვანია იმას აქ იქ რომ მიდის იქ უნდა ჩამოაგდო იქ ჩაუტარა სერი აუ ძალიან მაგარი ამბავია ესე იგი მამუკა გავიგე ერთი ამბავი რომ ადრე თუნდაც ქონდა მუსიკალური ჯგუფი კი უკრავდით სანო იყო ხო შენი ჯგუფი ექსპერიმენტი ერქვა არ ვიყავით დარწმუნებული გამართლა თუ არა ერთი სანოს იმედი მქონდა რომ სანო პროფესიონალი იყო მაშინაც და რა ინსტრუმენტზე უკრავდით გიტარაზე უკრავდით და მე რაღაც სხვა რაღაცა პირის გარმონზე გიტარაზე დასარტყმელზე რა ქონდათ კონცერტები თუ არა კი სხვადასხვა მაშინ პირველად ჩატარდა რომელი წელი იყო 93 თუ 4 წელი იყო და მაშინ პირველად ჩატარდა ესეთი ფესტივალი კულისებიდან სცენაზე, იმიტომ როკ მუსიკა აკრძალული იყო. კი, საბჭოთა კავშირი იყო და ზაზა შენგელიამ ჩაატარა სხვათა შორის ეს ფესტივალი და ვიყავით ესე თქვა ძალიან ბევრი ჯგუფი გამოვიდა, აი ძალიან ცნობილი ადამიანები, ვინც ახლა დღეს ბევრი დარჩა ესე თქვა იმ დროინდან მუსიკალურ სამყაროში და ჩვენ ავიღეთ მეორე ადგილი ფილარმონიაში დავუყარეთ ბოლოს. მაგარი და ესეთი მაგრამ მაგრამ მე იცი რა არის მაგალითად ხა მე ერთი ესეთი შემოთავაზება მაქვს არ ვიცი ხა რამდენად დამთანხმდებით არ ვიცი მაგრამ ინსტრუმენტების მთელი ის მაქვს ის ყველანაირი ინსტრუმენტი მაქვს მამუკა შეხედე აი აბსოლუტურად რომელზე გესია ინსტრუმენტები კი არა არაჩვეულებრივი მუსიკოსები პირველი მუსიკოსები რა თქმა უნდა არაჩვეულებრივი ძანიჭერი ბიჭები არიან სხვათა შორის მინდა იშვიათად მიყვარს ხოლმე რა მაგრამ ძალიან მაგრები არიან ხო და ხომ კი ბატონო ერთი რაღაცა ხო არ გესინჯა კი ბატონო ეხლავე ხო რა ვიცი რომელი ინსტრუმენტზე დასარტყმელს ვსდი ეხლა ისიც ესე იგი დასარტყმელზეც დაკვრა კი ახლობელია მოსული და აბა ესე იგი მამუკა რა შეგვისულეთ ეს ცხოვრებაში პირველად მაქვს ესეთი შემთხვევა და მამუკა ხაზარას რომ რა შეგვისულეთ ბატონ მამუკა რა მოამზადეთ რა მოგვიმზადეთ ჩვენ რაღაც პოლიტიკური თემებია ხა ჩვენი მთელი ხო მიზანი არის რომ ეს ქვეყანა განვითარდეს და თუ ოცნება არ წავიდა ხო ეს ქვეყანა ვერ განვითარდება ამიტომ ისეთ სიმღერას ვიმღერეთ რომელიც მეგრულად ნიშნავს წასვლას და ხო დამშვიდობებას როგორ არის მეგრულად წასვლა როგორ არის აბაულა კაია ისმენთ
მადლობა ჩვენი სტუმარი იყო ბატონი მამუკა ხაზარაძე.